ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, შეხვედრები გავმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თითოეულ შეხვედრაზე საუბარი ჰქონდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომლითაც საქართველოს გამორჩეული არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა და ყველაზე სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების მქონე ქვეყანა. ასევე საუბარი შეეხო იმ საერთაშორისო პროექტებს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს საქართველოს მთავრობა. წალსახად იქნა გაჟღერებული მზადყოფნა და თანადგომა თითოეულ პროექტის მიმართ, რომელიც ამჟამად ხორციელდება და რომელიც შეთანხმებული გვაქვს, რომ მომავალში უნდა განხორციელდეს. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც არის საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში არსებული პროექტები, გადამცემი ხაზების მშენებლობა, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები. ყველა ამ მიმართულების მხარდაჭერა დაფიქსირდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას აღნიშნულ ფორმატში და იმედი გამოითქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება ამ თანამშრომლობის ფორმატი. To have a rich friendship and cooperation. საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფ ხაზებთან ცხოვრები, მოსახლეობის მხარდაჭერა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებისა და ბავშვების სიხარულისთვის, ასევე ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის ელჩს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით მოხერხდა ამ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილზე, რითაც ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართულობის და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემთ. It's my pleasure to be here to participate in this opening ceremony of the mini sport courts in this village. In fact, I think more than 1 year ago, I discussed with the Minister Fradiani about this project because as the friend of Georgia, China always supported the sovereignty and the territorial integrity of Georgia. So as a ambassador, I think we should make something helpful for the IDPs. And we discussed with the minister, and she and her team recommended this project. And we applied for the budget from Beijing, and I'm very happy today we realized this project, and it's not only I think good for the children, but I think also a signal to show the friendship between our two countries. დღეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემოარცევში და ნერეთში გავხსენით ორი მინი სტადიონი, რომელიც იქნა დაფინანსებული ჩინეთის რესპუბლიკის და საელჩოს მხრიდან. რა თქმა უნდა, აღნიშნული სტადიონები ორგებულია ჩვენი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნით იქნა აღნიშნული პროექტები შერჩეული. მინდა მივულოცო ჩვენ ახალგაზრდებს და მომავალს ამ ორი სტადიონის გახსნა და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სტადიონების გახსნა ხელშეუწყობს ჩვენი ბავშვების სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავხადო სახელმწიფო მინისტრს ქალბატონ თეა ახვლედიანს, ჩინეთის საელჩოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროგრამის განხორციელებაში. სტადიონი გაიხსნა, ბავშვებს სურვილი აქვთ თამაშონ. დიდი მადლობა, ჩემი შვილი გაახარეთ.
ფეხბურთის სწავლა უყვარს ძალიან. მედია გამოვაღვიძელი. უნგრეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რასაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა. მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის მათი გამოცდილება ამ გზაზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მათ მიერ განვლილი გზა და გამოცდილება, რომელიც უკვე აქვთ ევროინტეგრაციასთან მიმართებით, გაზიარებული იყოს, გამოყენებული იყოს ჩვენ მხრიდან მაქსიმალურად, აგრეთვე ხაზგასმული იყო დარგობრივი თანამშრომლობების გაღრმავება და რა თქმა უნდა საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ევროკავშირის ბაზარზე. ჯამში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ მნიშვნელობა და თავისთავად ცხადია აღვიქვეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, agretve eurointegratsiis gzase. Nagyon örülök, hogy találkozhattam georgiai kollégámmal, és végigbeszélhettük az európai integrációs folyamatnak a módjait. Örülök, hogy tudtunk beszélni az erdészeteknek a szerepéről, a vadászat szerepéről, az öntözésnek a kérdéséről, és nagyon örülök annak, hogy kollégám nagyon érdeklődött a hungarikumok lehetőségéről. So we just finished the meeting with the Georgian minister. That was a great and excellent conversation regarding the waste management, circular economy, water issues. So we had the opportunity to really fund very joint topics, and we really appreciate to share our experience within the European Union and committed ourselves again to greatly support the joining process to the European Union by Georgia. დასრულდა ბატონ დავით სონღულაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც შეხვედრები გაიმართა მის კოლეგებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ასევე ენერგეტიკის მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა უწყებებს შორის და ასევე კიდევ ერთხელ უნგრულმა მხარემ დაადასტურა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომელზეც გააგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის და ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრელი ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ კონკრეტულ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰარმონიზაციას ევროპულ ბაზართან მიმართებაში. გაბარჯობათ ბატონებო! Logistikosებს. Თქვენი საქმიანობა თავდაცვის აღნიშნავდა ეს არის ლოგისტიკის სფერო. და თითოეულ თქვენგან მოგწევანებს. განსაკუთრებით თქვენი მსახურები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მინდა თვითონ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოს. რომელიც წარმატებით მასწავლებს აგრეთვე ახალგაზრდების მიმართ გისაუბრებს საფრთხეებით გავიხსენოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება. თავდაცვის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ულოცავ ლოჯისტიკის მიმართულების ყველა ქვედანაყოფს, ჩვენს პროფესიონალ ლოჯისტიკოსებს. თქვენი საქმიანობა თავდაცვის ძალების ეფექტურად მოქმედების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომლის გარეშე თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელება შეუძლებელი იქნება. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ჯარისთვის განსაკუთრებულ კრიტიკულ სფეროს. თქვენი მსახურები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მინდა თვითონ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალიზმისათვის, თავდადებისათვის და ღირსეული სამსახურისათვის.
თქვენი მიმართულებების სისტემური განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კარგად უზრუნველყოფილი ჯარი არის ჩვენი ამოცანა, რომლის შესრულება შეუძლებელი იქნება თქვენი წარმატებული მუშაობის გარეშე. ამ გზაზე ჩვენ არაერთი ხელშესახები წარმატება გვაქვს. უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ქვედანაყოფების მობილობის ხარისხი. მიმდინარეობს სხვადასხვა აღჭურვილობით ჩვენი ჯარის გაძლიერება. მუშაობთ შეიარაღების შენახვის უფრო მეტად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დისპარალელურად ლოჯისტიკის მიმართულებით დანახარჯებიც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი. ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიდი შრომისა და მონდომების საფუძველზე დროის უმოკლეს ვადებში მოძველებული ინფრასტრუქტურა აქციო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაზად. გილოცავთ სამხედრო ლოჯისტიკის პროფესიულ დღეს. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს დაკისრებული თავდაცვის ძალების თითოეული ქვედანაყოფის ეფექტიანად მუშაობის პროცესში. ქვედანაყოფის დროული ლოჯისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს სისტემის ეფექტიანობის უმთავრეს ინდიკატორს. თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო ლოჯისტიკოსების მიერ რესურსების ეფექტიანად მართვის შედეგად მიმდინარეობს ინტენსიური ლოჯისტიკური ღონისძიებები, როგორიც არის ბინადმშენებლობა, სამხედრო ქვედანაყოფების ნატო სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, თუ თანამედროვე ავტოტექნიკით, საბრძოლო ტექნიკით და საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წარმატებული ფუნდამენტური ცვლილებების შესანიშნავი მაგალითია ის ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ვარციხის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბატალიონის ტერიტორიაზე. სიამაყით ვიტყვი, რომ თავდაცვის სამინისტროს ჩვენი პარტნიორების და თავდაცვის ძალების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებებით დღეს ვარციხის ლოჯისტიკური ბაზა მოდერნიზირებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით პასუხობს დაკისრებულ ამოცანებს. ბატონო მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხაროთ მხარდაჭერისა და იმ გადაწყვეტილებებისათვის, რამაც ახალი შესაძლებლობები შეძინა თავდაცვის ძალებს განვითარების მაღალ საფეხურზე გადასულიყო. ულოცავ დღევანდელ დღეს და დიდ მადლობას გადაუხდი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თითოეულ მოსამსახურეს. თქვენ ყოველდღიური მუხჩაუხრელი შრომითა და თავდადებით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგავთ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში. ასევე დღევანდელ დღეს ულოცავ და მადლობას გადაუხდი საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ლოჯისტიკოს მოსამსახურეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სისტემის, როგორც დაგეგმვისა და აღსრულების ერთიანი ჯაჭვის მაღალ დონეზე განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გვერდზე დგომის გარეშე. უდიდეს ხარდაჭერას გძნობ მათგან, რისთვისაც მადლობას უხდით ბატონ მინისტრს, მთელ მის გუნდს, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურს და მის მოადგილეებს. უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ყოველდღიურად ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო. მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ იანვარში იყო DGG-ს ნაკლები შემოსვლა, რაზედაც აიგო ასე ვთქვი მითი, რომ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, გუშინ წინ გამოქვეყნდა უკვე ახალი პროგნოზები, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არის იგივე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადებს და გადასახადების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები არის უფრო გადაჭარბებით შესრულებული, უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაინც გარკვეულ სახეების მიხედვით ნახეს, რომ გარკვეულ ჩამორჩენები იყო და ამაზე კიდევ ერთხელ აიგო, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება იყოს სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მილიონი დაგვაკლდა, ნუ ჩამორჩენა არის და 3 მილიონია დაკლებული, როცა პენსიებში 300 მილიონზე მეცვიხდით, 100 ჯერ მეცვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა სასაცილოა გარკვეული 3 მილიონის
გეგმასთან შედარებით დაკლება ძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები ვეღარ დარიგდება და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, იყო DGG-ზე თავიდან რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ნახეთ რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინე, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას ეს არის ხელფასთან ერთად რა თქმა უნდა კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია მსგავსი განცხადებები აიმე მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში, ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით გადაჭარბებით არის შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისი, რომ წარმოუჩინოთ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება.